ვალენტინობის დღე და სოციალური მედია. ეს არის ორი თემა, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ უკვე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ხდება სოციალურ მედიაში ვალენტინობის დღის მოახლოებასთან ერთად. ვალენტინობის დღის მოახლოებასთან ერთად კი არა და 1 იანვრიდან. როგორც კი საახალწლო შუშხუნები ჩაქვრა, გადავერთეთ ყველაფერ ვარდისფერზე და გულის ფორმით და დავიწყეთ მზადება ვალენტინობის სეზონისთვის. მოკლედ, დღეს ვსაუბრობთ სოციალური მედიისა და სიყვარულის დღის შესახებ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კვირადღის კლუბში. ოკეი, რაც შეეხება ზოგადად ვალენტინობის დღესასწაულს და საიდან მოდის ეს ამბავი. და რამდენად 100%-ით მოშორებულია ამ დღის რეალურ ისტორიასთან ის, რაც დღეს ხდება სოციალურ მედიაში. წმინდა ვალენტინი, პასტორი ვალენტინი, ცხოვრობდა ძველ რომში, მე-3 საუკუნეში, ქრისტეს შობიდან მე-3 საუკუნეში, მოძღვარი იყო და ბევრ სხვადასხვა ისტორიას მოისმენთ, გააჩნია ვის უსმენთ და რომელი მხრიდან გიყვებიან ამ ისტორიას, მაგრამ ერთ-ერთი მე მგონი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ისტორია, რომელსაც ყველაზე ხშირად მოისმენთ, არის ის, რომ იმ დროის იმპერატორი კლავდიუს მეორე ღრმად იყო დარწმუნებული იმ ამბავში, რომ კარგი ჯარისკაცი განსაკუთრებით კარგად იბრძვის და ომზე და ადამიანთა კლასსა და ჟლეტაზე უფრო კარგად არის კონცენტრირებული, როცა ცოლი არ ყავს. როცა ქალი არ უბნევს გონებას. სისხლის ხრა მოსულა. ქალი ბოდიში ბატონო. ამიტომ აკრძალა ახალგაზრდა ჯარისკაცების დაქორწინება. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის ამბავი, რომ ისტორიული წყაროებით მსგავსი ოფიციალური აკრძალვა არ დასტურდება, ისტორიკოსები მსგავს რამეს არ ადარსტურებენ, მაგრამ ლეგენდის ბაზისად ყოფნის რა. წმინდა ვალენტინი ძალიან ეწინააღმდეგებოდა ამ ამბავს და ჩუმად მალულად მაინც აქორწინებდა ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილებს. აქედან დაიმსახურა წმინდანის სტატუსი, იმიტომ რომ შეეწირა კიდეც შემდეგ ამ ამბავს. რაც შეეხება მას, რომ 14 თებერვალზეა ეს დღე დანიშნული, ასე ვთქვათ, განმოტანილი, ეს უფრო იმას ეხება, რომ ძველ რომში ამ დროს ზეიმობდნენ გაზაფხულის სეზონის მოახლოებას, ზამთრის მიწურულს, ნაყოფიერების სეზონი იყო, დაწყვილების სეზონი იყო და იმართებოდა ლატარია, სადაც ახალგაზრდა წყვილებს ლატარიის მიხედვით აწყვილებდნენ ერთმანეთთან. მოკლედ, შუა საუკუნეების თინდერი. დაახლოებით მარტივ ენაზე რო აგიხსნა, ვალენტინობის დღესასწაულის აღნიშვნა სადღაც მე-14-13 საუკუნიდან დაიწყეს. ეს არის ამ დღის ისტორია. ამას აღნიშნავთ დღეს ვარდისფერი გულებით. მარტივად რო ახსნათ. ანუ არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, საიდან მოდის ამ დღის ისტორია. მოკლედ, საქმე იმაშია, რომ ასეთი ისტორია კონსუმერიზმისთვის, ბრენდებისთვის, ბიზნესის გასაკეთებლად ნაკლებად გამოდგება. გვინდა რაღაცა ისეთი, რითიც ადამიანებს ვაიძულებთ, რომ ყოველწლიურად მაქსიმალურად მეტი უაზრო გამოუსადეგარი პლასტმასი იყიდოს და წაიღოს სახლში. მარტო სახლში წაიღოს კი არა, სხვასაც აჩუქოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ვალენტინობის დღესასწაული მხოლოდ ერთი დღე კი არ არის. მთელ სეზონად ვაქციეთ. რაც ძალიან საინტერესოა, როგორ შეგვიძლია ადამიანებს მსგავსი რაღაცების გაკეთება. იმიტომ რომ ეხა შობაზე მაგალითად რამოდენიმე კვირის წინ ვისაუბრეთ ზუსტად იგივე თემაზე, რომელიც შობას ეხებოდა. უაზრო კონსუმერიზმი, საჩუქრების რაოდენობა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერ გამოიყენება ალბათ და ვერ დაცლიან პროდუქტებს და როგორ არის გადანაწილებული ეს იმაზე, რომ ოკეი, სეზონია. განწყობა, დეკორაცია, განათებები, გემრიელობები, კბილეული, ოჯახის წევრებს ნახულობ, ოჯახური დღესასწაულია, ყველა ოჯახს თავისი ტრადიცია აქვს. სკოლის არდადეგებია, უნივერსიტეტის არდადეგებია, ბევრი სამსახურში შვებულებას იღებს, ბევრი დასვენების დღეები უწევს და ასე თუ ისე მაინც საზეიმო განწყობა გაქვს. ეხლა ეს ვალენტინობა ერთი დღეა სულ. ერთი დღის დღესასწაული, 14 თებერვალია. მაინც შევძელით, რომ ერთ თვიან დღესასწაულად ვაქციოთ და ერთ თვეზე გადავჭიმოთ ეს ერთი დღე. ეხლა ვიდეოებს გაჩვენებთ TikTok-ის, რომლებიც 8, 9, 10, 11 იანვრით არის დათარიღებული. ესე იგი, როგორც კი საახალწლო დეკორაციები ჩამოვხსენით, მაშინვე ყველაფერი ვარდისფერი გახდა ჩვენს გარშემო. იანვრის დასაწყისში დავიწყეთ ვალენტინობის დღისთვის მზადება. ეხლა დღეს რაღაცა დამწყებები ხო არა ვართ, ეხლა ჩვენ ისეთ ვიდეოებს არ გაჩვენებთ, რომ ნახეთ ჩემო შეყვარებულმა რა მაჩუქა. ვინც უყურეთ საშვებელ საჩუქრებზე.
წინა ვიდეოს. ხო, წარმოგიდგენიათ ახლა დაახლოებით რასთან გვაქვს საქმე. უნდა გავიმეოროთ დაახლოებით იგივე, რომ ეს ახალგაზრდა გოგონები სხედან კამერის წინ და თითქოს იმაში TV მარკეტი რო იყო, გახსოვთ? ჩოპერებს რო ყიდნენ. რამდენი პროდუქტის გაყიდვას მოასწრებ ერთ წუთში. აი ეს პროდუქტებს, გაუხსნელ პროდუქტებს რო და უბრალოდ პროდუქტის სახელებს რო იძახიან. იგივე თემა მეორდება, ამიტომ ახლა მაგის თავიდან ყურებას ხო რა აზრი აქვს, მაგრამ საინტერესო რა არის ის, რომ წყვილებზე არ ვჩერდებით, პარტნიორზე არ ვჩერდებით. ვალენტინობის დღესასწაული გადაიტანეს ყველა სულიერზე. საჩუქარი უნდა გაუკეთო ყველას. და მე ვფიქრობ, ეს აი მარკეტინგის რაღაცა next level-ი. შემდეგი დონის საფეხური არის ეს, რომ ესე იგი გადავიტანეთ ბავშვებზე, მეზობლებზე, მასწავლებლებზე, მეგობრებზე, თანამშრომლებზე, თუ კი ვინმე არსებობს ჩვენს გარშემო, ყველაზე. იმიტომ რომ ან უმეტეს შემთხვევაში ადამიანს ერთი პარტნიორი ყავს, ერთი ცოლი, ერთი ქმარი, ერთი შეყვარებული. ასე ბევრს ვერ გაყიდი. ახლა შეყვარებულებმა ერთმანეთს რაღაცა უყიდეს, ოკეი. ამით თაროებს ვერ დაცლი სავაჭრო ცენტრებში. ამიტომ დავაჯერეთ ახლა ადამიანებს, რომ თუ კი ვინმე სუნთქავს შენს გარშემო, ყველას რაღაცა უნდა აჩუქო ვალენტინობის დღეს. იმიტომ რომ გიყვარს შენ ეს ადამიანი და თუ არაფერს არ აჩუქებ, ის იფიქრებს, რომ არ გიყვარს. დებილიზმის რა საფეხურზე ვართ როგორც საზოგადოება, ხო ხედავთ? ესე იგი, პირველი თემა არის გალენტაინს. ეს არის გოგოებისთვის. ადამიანებისთვის, გოგონებისთვის, რომლებიც სინგლ არიან, არ ყავთ პარტნიორი და მარტო ხვდებიან ვალენტინობის დღეს. უმეტესად. შეიძლება ორივე აღნიშნო დაქალებთან ერთადაც და ბოიფრენდთან ერთადაც. ეგეთი სასწავიც არის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მაინც მარტო ხელა ქალბატონებს და გოგოშკებს ეხებათ ეს ამბავი, რომ დაქალები ერთად აღნიშნავენ ამ დღეს, რომ მარტო არავინ არ იყოს, იმიტომ რომ არ ვიცი რატომ, მაგრამ მარტო ყოფნის ისე ეშინიათ ადამიანებს. რამდენად არ უნდა სხვანაირად ვერ ვეტყვი ხა, გევასებოდეს საკუთარი თავი, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისაზე გეშინოდეს. ჯუდო ამიტომ აი მაგალითად ვქმნით ბოქსებს დაქალებისთვის, რომ შევიკრიბებით ერთად ვჩუქნით ერთმანეთს, ნივთებს, რომლებიც არავის არ უთხოვია და ყველას ისედაც გვაქვს და არ ვიცი ახლა დაქალმა საწერი კალამი და პეპსის თუ რაც არის, ლიმონათის ეს თუ არ გაიგე, მოკლედ ნივთები, რომლებიც გეუბნებიან რამდენად უყვარხარ ამ ადამიანს. აი ასეთი ნივთებით ვტენით ამ ბოქსებს, კალათებს და ვჩუქნით ჩვენს დაქალებს, როცა ვიკრიბებით. აი ამას შეხედეთ. ამ პროდუქტების რაოდენობას შეხედეთ, ყველაფერი რაც ამ ბოქსებში ეტევა. მაკიაჟი, სკინკეა, აქსესუარები, ყველაფერი. იმიტომ რომ ამით ეუბნები შენს დაქალს, რომ მართალია მარტოა. მართალია შეყვარებული არ ყავს, მაგრამ შენ გიყვარს, შენ მის გვერდით ხარ. ოტკბილეული აუცილებლად, ოღონდ აუცილებლად ვარდისფერი. შოკოლადი შავი არა, ვალენტინობას აუცილებლად ვარდისფერი. და ეს რაღაცა ზეწოლად არის ხა, რომ აუცილებლად რაღაცა უნდა აჩუქო. კულტურის ნაწილად ჩამოყალიბდა და რომ რაღაცა აუცილებლად უნდა აჩუქო, იმიტომ რომ ისე ხო ძალიან უხერხულია. ასევე მარტო დაქალებზე კი არა, კიდე, ოკეი, გავიგე. დაქალი კიდე შეიძლება გავიგო. თანამშრომლები. აი აგერ სხედვართ ბატონო ოფისში. დიდი ალბათობით სამუშაო საათების დროს რომ ვაჩუქოთ თანამშრომლებს, რომლებიც სავარაუდოდ დიდად მაინც არ გვევასებიან და რომელთა ზურგს უკანაც ვჭორავთ ამ ადამიანებზე დიდი ალბათობით, მაგრამ ვალენტინობის დღეს ყველა გვიყვარს. თითო შოკოლადს ყველა იმსახურებს. ეს არის ოფისის ხალხი. სავარაუდოდ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლები დიდი ალბათობით. გერმანიაში შემიძლია წარმოიდგინოთ აუსლენდა ამთის სასტავი. აი ჩვენ სამინისტრო, ასე ვთქვათ. ვინც არის აი მაგათი სასტავი, რო ურეკავ და არ გპასუხებენ, სულ დაკავებას რო იძლევა. აი ამიტომ რო კითხო ძალიან დაკავებულები არიან და არცალიათ და ბიუროკრატიაში იხრჩობიან. რო იცოდეთ სინამდვილეში რასაც აკეთებენ ტელეფონზე რო არ გპასუხობენ სამუშაო საათებში. თანამშრომლებიც მოკეთ აუცილებელი თემა არის, იმიტომ რომ აი ერთადერთი იქნები ვინც არ გააკეთებს. ძალიან გამოეყოფი ჯგუფს.
და ეგ არავის არ უნდა რომ რაღაცა ესე გამოაკლდეს და გამოეყოს ესეთ რაღაცებს, იმიტომ რომ მე რაღაცა უცნაურად გამოიყურება შენი ეს აქცია და ყველა რაღაცა ესე გიყურებს ალმაცერად. ამიტომ გინდა თუ არ გინდა შენს ერთვები მე ამ ყველაფერში, ხო? მაგრამ თემა რა არის, რომ როგორც უფრო ზრდასრულ ადამიანს, ოკეი, შენი გადაწყვეტილება არის, გინდა გააკეთებ, გინდა არ გააკეთებ, გინდა მიიღებ ამ ყველაფერში მონაწილეობას, გინდა არა. ასე თუ ისე რაც არ უნდა ზეწოლის შესახებ საუბრობდეთ, მაინც შენი როგორც ზრდასრული ადამიანის გადაწყვეტილება. აი, ბავშვებსაც ვაჩვევთ ახლა ამ ყველაფერს. პატარაობის ასაკიდან, ბაღის ასაკიდან, სკოლის ასაკიდან ვაჩვევთ იმას, რომ ეს არის ნორმა. აი, ასეთი რაღაცების კეთება არის ნორმა. ბოქსები ბავშვებისთვის, სასაჩუქრე ბოქსები ვალენტინობის დღეს ბავშვებისთვის. გოგონებისთვის ცალკე, ბიჭებისთვის ცალკე, სქესის მიხედვით არჩევ სხვადასხვა პროდუქტებს, რაც იდება შიგნით. აქაც ის თემა არის, რომ ყველაფერი, სკინკეა, მაკიაჟი, აქსესუარი, ტკბილეული, ყველაფერი. ფერები უნდა ჯდებოდეს ახლა, ვარდისფერი მოწითალო კომბინაცია უნდა იყოს აუცილებლად. ამ პროდუქტების რაოდენობას შეხედეთ, ძალიან გთხოვთ. არ დაგავიწყდეთ, რომ შობა ახლა იყო. არ დაგავიწყდეთ, რომ ერთი თვის წინ ამაზე ორჯერ და სამჯერ უფრო დიდი ბოქსები გატენილი ჩემოდნები, ხო ერთად ვნახეთ, გატენილი ჩემოდნების საჩუქრებით მიიღეს ამ ბავშვებმა. ერთი თვის წინ დარწმუნებული ვარ, იმ საჩუქრების ბოლომდე გახსნა ჯერ არ დაუმთავრებიათ. ამ TikTok-ის სათაურს შეხედეთ. ერთად შევფუთოთ, გავამზადოთ ჩემი შვილის საუკეთესო მეგობრების ვალენტინობის სასაჩუქრე ბოქსი. ეს წინადადება ზრდასრულმა ქალმა რო დაწერე. აი, რატო არ გაგიჩნდა არც ერთი წუთით მომენტი, რომ რას ვაკეთებ? ამ TikTok-ზე დაპოსტავ ამ რაღაცებს, მაგრამ აი ეს არის სტანდარტია. ყველა მშობელი აკეთებს, ყველა ბავშვი იღებს რაღაცას და შენ შულს ხო არ დატოვებ ისე, შენი შვილი ხო არ იქნება ერთადერთი, ვინც გამოაკლდება ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, შენ გინდა რომ შენმა შვილმა თავი დაჩაღრულად არ იგრძნოს და მაქსიმალურად აკეთებ, რისი გაკეთებაც შეიძლება ფინანსურად, რაც ნებისმიერი მშობლისთვის არის დიდი სტრესი და ზეწოლა. ახლა მორჩნენ ასობით და ზოგი ათასობით დოლარის საჩუქრების შეძენას საშობაოდ ამ ბავშვებისთვის. საშობაოდ ნაყიდი საჩუქრების საკრედიტო ბარათის ვალები არა აქვთ ჯერ დაფარული ბოლომდე. ვალენტინობის საჩუქრებზე წასვლას და შოპინგს იწყებენ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი მარაზმია, როგორ ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ? რას ვაჩვევთ ამ ბავშვებს? რანაირ მაგალითს ვაძლევთ? თუ გიყვარს შენი მეგობარი, რაღაცა უნდა აჩუქო. მატერიალურად თუ არ გამოხატე შენი სიყვარული, ისე როგორ გაიგებს ის, რომ შენის გიყვარს და ეს შენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანია. მართალია 6 წლის ხართ სულ და გუშინ წინ დაიბადეთ და გუშინ გაიცანით ერთმანეთი, მაგრამ უკვე უნდა ისწავლო და მიეჩვიო, რომ საჩუქრები. არც ერთი დღესასწაული არ უნდა გამოგრჩეს, რაც არ უნდა ხელოვნური დღესასწაულის და რაც არ უნდა გამოგონილი დღესასწაულის შესახებ საუბრობდეთ. საჩუქარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგად შეფუთული ბანტი არ დაგავიწყდეს ზედ, რომ იმ ადამიანმა იგრძნოს, რომ მასზე იფიქრე და გიყვარს. ამას ვასწავლით ბაღის ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს. მე არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ამ ბავშვებს როცა ზრდასრულები ხდებიან ცხოვრებაში აბსოლუტურად სხვა მენტალიტეტი უყალიბდებათ და აბსოლუტურად სხვა მოთხოვნილებები. აი, შეხედეთ მაგალითად ამ ვიდეოს უსმინეთ. Today I'm restocking and decorating Izzy's bathroom for Valentine's Day. First I'm just adding in this საკუთარი 5 წლის გოგონას სააბაზანოს დეკორს სulis სპეციალურად ვალენტინობის დღესთვის. სააბაზანოს დეკორს 5 წლის ბავშვისთვის. ეს არის TikTok-ის კონტენტის თემა.
Connected hard hand soap and lotion. And then I have to restock her containers. The first one has Valentine color hair accessories. The next one I'm putting pink floss picks. She loves these. And I was so excited when I found these adorable heart candy band-aids. Then I got her this pink storage container, and on the bottom drawer I'm putting in these soft pink towels. Next to that I put temporary tattoos and of course a red Laneige lip balm. In the top drawer I added in some of her makeup brushes, some new makeup for her to play with, and pink and purple nail polish. Makeup punjები და მაკიაჟი 5 წლის ბავშვისთვის. Put a pink hairbrush on top and this adorable heart mirror. I feel like I need this for my room as well. I also got this massive heart bath mat. It's so cushy. And then I wanted to put heart decals all over the mirror. I know she's gonna love these. It's so much fun. For finishing touches, I got these gorgeous fluffy pink bow towels and of course hand towels to match. And then I also found these heart shower steamers. They smell so good. I added a final decal on her mirror with little hearts, and here are the final results. I really hope she likes it, and this was so much fun. ანუ როცა 5 წლის გოგოს დედა ესეთ რაღაცებს ახვედრებს სახლში. ნუ 25 წლის ასაკში ბოიფრენდისგან რას მოითხოვს, ახლა ხო წარმოგიდგენიათ. აღარ უნდა გიკვირდეთ მერე. აი ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი უკვე ძალიან ნორმა გამოდის. ასევე არ დაგვავიწყდეს მასწავლებლები. ხოლო მოსწავლეები და კლასელები კი არ ჩუქნიან ერთმანეთს და მეზობლები და თანამშრომლები. მოსწავლეები თავს ვალდებულად გრძნობენ მასწავლებლებისთვის გაამზადონ საჩუქრები, სასაჩუქრე მაგები. სასაჩუქრე ყავის ჩაის მაგები, შიგნით სხვადასხვა 1000 უაზრო ნივთით, რომელიც დარწმუნებული ვარ 1000 აქვს იმ კალზეზე და წალში. და 30 მოსწავლისგან მოკლედ. მაგრამ რაღაცით უნდა გამოხატო ეს ამბავი, რომ არ დაგავიწყდა შენი მასწავლებელი ვალენტინობის დღეს. რატო უნდა აჩუქოს მეხუთე კლასელმა თუ მეორე კლასელმა ბავშვმა ვალენტინობის დღეს მასწავლებელს გულის ფორმის შოკოლადები? რანაირად ლაგდება ეს იდეები და აზრები ვიღაცის გონებაში ამიხსენ თუ მე ვხედავ ამ ყველაფერს ძალიან კრიტიკულად, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ზუაზრო რომანტიზმი თუ რომანტიზმიც გააუფასურეს და 100% მატერიალისტური გახადეს, მაგრამ აი რატო ვიფიქრებ მეხუთე კლასელი თუ რომელი კლასელიც არ უნდა ვიყო ბავშვი, რომ აი ვალენტინობის დღეს ჩემი მათემატიკის მასწავლებლისთვის გულის ფორმის შოკოლადის ყიდვა არ დამავიწყდეს. დედა მაგაზე იფიქრე ძალიან გთხოვ. ეს სტრესი რატო უნდა მქონდეს თინეიჯერ ბავშვს ვიღაცამ ამიხსნას? რომ რამდენი დაქალი მყავს, რამდენი მეგობარი მყავს, რამდენი კლასელი მყავს, რამდენი მასწავლებელი მყავს. ყველასთვის რაღაცა საჩუქარი უნდა მოვიფიქრო ვალენტინობის დღეს. ეს სტრესი ერთი თვის წინ გამოვიარეთ ზუსტად. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამას იდეალურად ხედავს სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები, სუპერმარკეტები, იდეალურად ხედავენ ბრენდები შენს ამ სასოწარკვეთილ მდგომარეობას, იმიტომ რომ ძალიან ისეთ დროს არის ვალენტინობის დღე, რომ აი ეხა გადავიარეთ ეს შობა, ახალი წელი, ეს დღესასწაულები, ბევრმა ოჯახი ნახა, ოჯახის წევრები, მეგობრები, ბევრ შვებულება ქონდა, სადღაც თბილ ქვეყნებში სანაპიროზე იწვა და აი დაბრუნდი იანვარში, დაუბრუნდი ჩვეულ რეჟიმს, ბნელა 4 საათზე უკვე დაღამდა, ცივა, შტორმია, ქუჩაში ვერ გადიხარ, მეგობრებს ვიზე ხშირად ვერ ნახულობ. 1-5-10 კილო მოიმატე ამ შობა ახალ წელს და ეხა სპორტით უნდა დაკავდე და ენერგია არ გაქვს ჯიმში წასასვლელად და საკუთარ თავს ადანაშაულებ და გეზიზღება საკუთარი თავი და დეპრესია დაგეწყოს. ზოგი ხვდება რომ დეპრესია აქვს, ზოგი მასაც ვერ ხვდება რომ რეალურად დეპრესია აქვს და ძალიან ებრძვის საკუთარ თავს და ძალიან სტრესული პერიოდია, ძალიან რაღაცა ისეთი მოწყენილი, ბნელი პერიოდია, მხიარული, ნათელი, ფერადი საშობაო საახალწლო პერიოდის შემდეგ. ზამთარია, წესით ახალი წელი არ უნდა იწყებოდეს იანვარში, იმიტომ რომ ზამთარში არის სიმშვიდის პერიოდი, ორგანიზმის და გონების, მოდუნების, დასვენების, დამშვიდების პერიოდი, მაგრამ ასეა ჩვენი კალენდარი აწყობილი, რას ვიზავთ ხო? ამიტომ ვიბრძვით. გონებრივად, სულიერად, ფიზიკურად ვიბრძვით. და ეს ბრენდები ამას იდეალურად ხედავენ და იყენებენ თავიანთ სასარგებლოდ, იმიტომ რომ როგორც კი ჩამოხსენით საშობაო საახალწლო დეკორაციები, მაშინვე მოვიდა ვარდისფერი გულის ფორმის ულამაზესი გემრიელობები და ისევ დეკორი. ისევ რაღაცით დაკავდა ჩვენი გონება, ისევ მილიონი ადამიანისთვის საჩუქრების ძიება და ყიდვა უნდა დავიწყოთ. ისევ რაღაცების გამოძერწვა უნდა დავიწყოთ, ისევ სიები უნდა შევქმნათ, რომ ვინმე არ გამოგრჩეს, ვისაც აუცილებლად სიყვარულის დღეს ბარათი უნდა გავუგზავნოთ ან საჩუქარი უყიდოთ.
ისევ გვაქვს მიზეზი, რომ საკრედიტო ბარათით საშოპინგოდ წავიდეთ უამრავი უაზრო ნივთის საყიდლად, რომელიც წესით არაფერში არ სჭირდება. აი, ამიტომ, როგორც კი შეხვალთ ესე დიდ სავაჭრო ცენტრებში, აი ესეთი ამბები გვხვდებათ უკვე იანვრის დასაწყისიდან. ყველაფერს აქვს გულის ფორმა, ვარდისფერი მოწითალო ფერები, ყველაფერს სიყვარული ახატია და აწერიაზეთ. ეს რა არის? ეს რა არის? ეს რა არის? ამას რა კისერზე დავიკიდო, ფეხზე დავიკიდო, თაროზე დავდო, რა ეს რა არის? ეს რომ მაჩუქოს ახლა ადამიანმა, რომელიც მიყვარს. სულ მზედამთვარე რომ ამომდიოდა. მეორე წელს ხომ მოვხვდებს გალენტაინის შეკრებაზე დაქალებთან, იმიტომ რომ ურთიერთობის სტატუსი შემეცვლება აუცილებლად ეს რომ ვიღაცა მაჩუქოს. აი ამ სისულელეების საყდლად დავდივართ სავაჭრო ცენტრებში, იმიტომ რომ რაღაცით დავკავდეთ ბნელ ცივ ზამთრის დღეებში და გავიფერადოთ დღეები გამოგონილი დღესასწაულებით სიყვარულის აღსანიშნავად. ამ უგემოვნო რაღაცეებს შეხედეთ. რატომ უნდა გქონდეს სახლში ესეთი რაღაცეები? როგორი იაფასიანად არის ყველაფერი დამზადებული. ასია ყველგან, აი შეხედეთ, აი ტარგეტის მაგალითი გვაქვს მაგალითად. ყველაფერს აქვს გულის ფორმა, ვარდისფერი რა თქმა უნდა და ეს სიმახინჯე რა არის? რომელი თავმოყვარე ქალი მადონას სერვისის ოჯახში გაზრდილი ქალი დადგავს ახლა ამას ტენკაში მითხრა. თუ გინდა კუხნაში. ეს რა არის? რა აქვს ახლა ამას საერთო სიყვარულის დღესთან ვიღაცამ ამიხსნას? ანუ ზოგი ადამიანი იმისთვის არ არის დაბადებული, რომ სხვა ადამიანებისთვის საჩუქრები იყიდოს. Das ist okay. Das ist okay. Alles gut. Kein Problem. ყველას არ შეუძლია ეგეთი რაღაცები. ასეთ რაღაცას თუ იყიდი, ჯობია რომ საერთოდ არაფერი არ იყიდო. ესე იგი ამ კომპანიებს ესმით ადამიანები, როგორ მდგომარეობაშიც არიან გონებრივად, თორე რატო უნდა იფიქრო, რომ ვიღაც ასეთ რაღაცას იყიდეს? მეორე სულიერისთვის საჩუქრად. განზრახ. მაგრამ მხოლოდ სუპერმარკეტები კი არ არიან და დიდი სავაჭრო ცენტრები ამ ამბავში ჩართული. სახლის დეკორს ვცვლით ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით. ვარდისფერი თაფლი. იმიტომ რომ ვალენტინობის დღეა. ვარდისფერი მარწყვის ბურღულეული, იმიტომ რომ ვალენტინობა. ანუ ამ წინადადებას რომ ვამბობ, მეც ხო ხვდები რას ვამბობ, მაგრამ აი ხო ფაქტია. ოკეი, ტკბილეული ყოველთვის შეიძლება. ვარდისფერი საპონი გულის ფორმის სასაფნეში. ყველაფერს აქვს გულის ფორმა, რა თქმა უნდა. სიყვარულის გამოხატვა ხო ეგ არის. წვენიც რა თქმა უნდა. ეხა ეს რო ფორთოხლის წვენი ყოფილიყო, ხო ძალიან იმედგაცრუებულები ვიქნებოდით ყველანი არა? რა თქმა უნდა ვარდისფერი თუ წითელი წვენი. აგერ ეს ქალბატონი მთელ სამზარეულოს დეკორს ცulis და ანახლებს ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით. როგორც კი საშობაო დეკორი ჩამოხსნა, მაშინვე ყველაფერი ვარდისფრად შეიღება ჩვენს გარშემო. ვარდისფერი საკარაქე გულის თავით. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი იმედგაცრუებული იქნება თქვენი პარტნიორი ვალენტინობის დღეს მაცივარი რო გამოაყოს და კარაქი რო თავში ფუთვაში დახვდეს. ხო დაგენგრა ქალს ოჯახი. ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ სამზარეულოში კუბიდონს გული აერია. პიკი არ მიჩვენებია თქვენთვის. სამზარეულოს დეკორი, სააბაზანოს დეკორი,
სავაჭრო ცენტრებში რა ხდება იქ ხო გავიგეთ. ამ ვიდეოს სათაური წაიგითხეთ ჯერ სანამ გაჩვენებთ ვიდეოს. ვალენტინობის დღის წყლის ნიჟარის, სამზარეულოს წყლის ნიჟარის შევსება მოწესრიგება. ესე რომ თარგმნოთ ალბათ ქართულად სწორად ესე იქნება, ხო რესტოკ. სამზარეულოს წყლის ნიჟარის შევსება მოწესრიგება ვალენტინობის დღესთვის. ვარდისფერი სარეც გამწმენდის საშუალება აუცილებლად, ვარდისფერი ღრუბელი აუცილებლად, წითელი ხელთათმანები, ვარდისფერი საწმენი, ვარდისფერი სასაპნე, ვარდისფერი ჭურჭლის სარეცხის სითხე, ვარდისფერი ღრუბლის სამაგრი თუ რა ვიცი რა ქვია მაგას. ეს იყო მთელი კონტენტი, ხალხო, ეს იყო რეალური კონტენტი. ანუ ამ ვიდეოს სათაურის მოფიქრება ხო გინდა? ანუ ყველაფერი გამოცვალე სახში, ყველაფერი ვარდისფერია და ერთი ეს დარჩა ახლა. ნიჟარა, წყლის ნიჟარა. ანუ სიყვარულის დღეს და წყლის ნიჟარას ამ ვიდეოს გარეშე ოდესმე დააკავშირებდით ერთმანეთთან? ერთგული მაყურებლისთვის შემოვინახე ბოლოსთვის სტენლის სპეციალური ედიშენი აქვს, სპეციალური გამოშვება აქვს მათი თამბლერების ვალენტინობის დღისთვის. შესაბამის ფერებში, შესაბამისი აქსესუარებით. რა თქმა უნდა. ხო, ისედაც არ გეჯერათ არავის რო ახლა სტენლი ჩამორჩებოდა ამ ამბავს. სტენლის შესახებ, სტენლის კულტის შესახებ თუ გაინტერესებთ უფრო დეტალურად მაგაზე ვიდეო მაქვს, ვარ გინახავთ ეგ ვიდეო. მაგ ვიდეოს გირჩევთ რომ სტენლი უფრო ახლოდან გაიცნოთ, მაგრამ რა თქმა უნდა ვიცოდით რომ სტენლი აუცილებლად ჩაერთვებოდა ვალენტინობის დღის ქაოსში. კარგით, მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. ცოტა უფრო მკაცრი ვიყავი, მე მგონი დღევანდელ ვიდეოში ვიდრე ნორმალევაიზე როგორც ჩვეულებრივ ვარ ხოლმე, ამიტომ შეიძლება დღევანდელ ვიდეოში ცოტა ძალიან მკაცრი ვიყავი, მაგრამ მიჩვეულები ხართ თქვენ უკვე აქ მაგ ამბავს. მოკლედ, თუ სხვა მსგავსი ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტ აგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთდროს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებთ გააგრძელეთ ყურება. არ დაგავწყოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს სახს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდ მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!